ადამიანებს ყველას გვაქვს რაღაცა ეტაპი ცხოვრებაში და ჩავარდნის ეტაპი და წინსვლის ეტაპი. ყველა ადამიანს აქვს ეს. და ზოგჯერ ადამიანები რაღაცა თუნდაც ამ ეკლესიაში დადის ადამიანი ხსერებას აბარებდა, ეზიარებოდა, მარხულობდა, გადავიდა ტაძარში, მაგრამ რაღაცა უცებ იდგება ადამიანის ცხოვრებაში ეტაპი, როცა ის ვეღარ ახერხებს ამ სულიერი კრიზისი ქვია მას ადამიანი ვარდება. აი ძალიან ბევრი მრევლი ყოლია, ძალიან კარგად იყო ეკლესიაში, ძალიან მაგრად დადიოდა მე, მაგრამ მე საერთოდ გამქრალა ეკლესიის წეაღიდან წასულა და მე ესე ვიქცევი ხოლმე, მე მათთვის ძალიან ბევრს ოცულობ ხოლმე. მithumetes ვინც მითის ეკლესიიდან, აი სულ ღმერთს ვევედრები, რომ ღმერთო შენ დააბრუნე, შენ შეეწიე, შენ დაეხმარე და არასდროს მე დრო გადის და ის აუცილებლად ბრუნდება ეკლესიაში. დაძალებით ადამიანს ეკლესიაში ვერ მოიყვან, იმიტომ რომ აი რაღაცა პირიქით ესე დროს რომ მიაწვევი, კიდე უფრო მეტად უჩნდება ეს უარყოფითი დამოკიდებულება და კიდე უფრო მე უცხოდება ეკლესიისაგან. მე ვფიქრობ რომ თავი და პილოტებზე უნდა შეწყდოს საერთოდ მასთან საუბარი ამ თემაზე. შეიძლება არც უხსენო თავიდან ეკლესია, ჯობია რაღაც დრომდე მიუშვა ეს ადამიანი და ის ტკივილები განიცადოს. აი ნახეთ, აი სახარებაში გვაქვს ყველაფრის მაგალითი, აი სახარებაში არის ყველაფრის მაგალითი. თუ რამე კითხვა არსებობს, ყველაფრის პასუხი არც არის ახალ ათქმაში. აი, როდესაც ესეთი უძღები შვილის იგავი ხომ მოგისმენიათ. როდესაც შვილი მიდის მამასთან, მომეც ჩემი ქონება, ჩემი წილი და მე წავალ შენგან. მამა აძლევს, ხო შეიძლება რომ არ მეცდა არ გაეშვა. ხო იცი რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა, უნძიმეს სოდოს ჩაიდა, მაგრამ მამა არ ერიდება იმას, უშვებს იმას. ანუ უშვებს მამა იმისკენ, რომ თუნდაც ის ჩავარდეს მიწოდოში. და იყოს, განიცადოს, დაკარგოს თელი ქონება, მაგრამ აძლევს ამის საშუალებას, რომ იმან ეს გამიტომ ის სხვანაირად ეს ადამიანი ვერ გაიგებს ამ ოჯახის ფას ვერასოდეს. ანუ სად იყო იმას ვერ მოხდა, მანამდე სად იყო, იმ ოჯახის ფას ვერ დააფას, ვერ გაიგებს ამ ეკლესიის ფას. ამიტომ ღმერთიც უშვებს, მაგრამ მამამ ის რო გაუშვა, ესე კი არ გაუშვა, მაგრამ მამა მისთვის ლოცულობს. ანუ მამა ამ შვილისთვის ლოცვას არ წყვეტს. ევედრება ღმერთს ეთხოვს, რომ ღმერთო არ დამიღუპო ბოლომდე, ღმერთო გეხოცები გადამირჩინე და სულ ამას ევედრება ღმერთს და თხოვს ამას. ეს შვილიც მართლა დაკარგავს ყველაფერს, თელ ქონებას, ყველაფერს, უნძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მე ახსენდება მამა უკვე მე რომ მოილია ეს მე ახსენდება და ამოსო აი ჩემ სახლში ჩემი აი ისინი მონებიც კი უფრო კარგად იყვება, ვიდრე მე აქ ძე წარმოიდგინე. და რო ბრუნდება ეს ძე თავის სახლში. ახი ღმერთი როგორ იღებს მას? ჯერ თვითონ მიეგებება, კი არა როდება რომ მას თამბია, თვითონ მიეგებება გზაში მიეგებება იქ და ისე იგივე პატივში აღადგენს. ისე იგივე ბეჭოდს უკეთებს, ისე ანუ ძველ ტასაცმელს, ანუ იმ სოდოს განმოსავს, მიწოდოს მოაშორებს, ესე ახალ ტასაცმელს აცმევს, ესე თავიდან აბორნებს ეკლესიაში, ამ წიაღში. ამიტომ აი ჩვენი მიზანი რა არის? ესე დროსაც ჩვენი მეგობარი ეკლესიიდან მიდის და უკვე ვეღარობთ და ღეზიანდება ყველა შინათქვამს, იმიტომ რომ ის შინაგანი ბრძოლა აქვს მას რაღაცა, გავიდა ეკლესიიდან. ჯობია რაღაცა მოერიდო, შენი ცხოვრების წესი თანახო, როგორია ეს ეკლესიურობა და შენი მი დაანახო, რომ აი შენ როგორი სარგებელი გაქვს ამ ეკლესიიდან. ყველაზე დიდი მაგალითი არის ჩვენ ცხოვრების წესით. ქრისტიანობის ქადაგება, აი შენ ცხოვრების წესით უნდა ქადაგებდა ქრისტიანობა, რომ მარტივია სწორედ ლაპარაკი ქრისტეზე, ქრისტიანობაზე ძალიან მარტივია, აი უმარტივესი ამაზე ლაპარაკი, ხა ინფორმაციულად ილაპარაკა, ცხოვრების წესს როგორ ცხოვრობ, ეგ უმთავრესი არის ისა. და შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს სხვა ადამიანებთან. ამიტომ შენი დამოკიდებულება შენი მეგობრის მიმართ, რომელიც ეკლესიის წეღიდან გავიდა, უნდა იყოს უდიდეს სიყვარულიდან გამომდინარე. რომ შენ მის მიმართ უნდა გამოხდეს სიყვარული და უნდა დაელოდო, რომ ეს დაბრუნდება და ხანდახან უნდა შეახსენო ხოლმე ზოგჯერ ამ ეკლესიაზე.